და აი მოვიდა ყავის ნალექში ჩახედვის დრო. მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეს ეს არხი და ის გახდება თქვენი არხიც, თქვენი სულიერი გზამკვლევი. ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, შეუძლია მომწეროს ნომერზე 591233507 აქტიურია ვიბერზე და WhatsApp-ზეც. ან Facebook გვერდზე ქართული შრიფტით რეიქიმ კორნალი. ნახეთ რას ვხედავ აქ და რა ჩანს აქ. მინდა ყურადღება მივაქციო აი ამ თვალებს, რომელიც ზარიშურებს დიდ ძალის ხმევას, რომ გიყუროთ, გათვალიეროთ, გითვალთვალოთ, ოღონდ დაფარულად, შემალულად, ფარულად, ნამდვილად გიმზერთ ეს ადამიანი. ნახეთ როგორი დაფარული აქვს და დაცული აქვს ენერგეტიკა, რომელიც ბორჯღალოსავით ტრიალებს და მეორეს მხრივით რაშივით მოქრის. თქვენ ხართ მისი, არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც თქვენ ხართ მისი სულიერი წყარო. ძალიან დიდი სულიერი წყარო, ოღონდ ვერ ამჟღავნებს ამას, კეტავს ამ ემოციებს, თქვენ და მის სიყვარულს კეტავს. არადა ძალიან ძლიერია, აი როგორი დათვივით ძლიერია და მგელივით, სექსუალური და მცხუნვარე, მაგრამ კეტავს ამ ყველაფერს, მალავს, ბოჭავს, ერთადერთი რასაც აკეთებს ამ ეტაპზე გითვალთვალებთ აქტიურად. შეიძლება შემჩნეულიც გაქვთ ეს თვალთვალი, იმიტომ რომ ნახეთ რა გამოისახა გარეთა ნალექზე საოცარი რამ გამოისახა. ნახეთ როგორი შავი სათვალეებით, წარბევი და დაფარული შავი სათვალეებით, რომელიც გითვალთვალებთ, თქვენს ცხოვრებას გაყურებ. შეიძლება ეს იყოს სოციალური ქსელი და შეიძლება ეს იყოს არ გამოვრიცხავა, ასე ვთქვათ, თქვენს საცხოვრებელ ადგილთან, თქვენ მიმოსვლას უყურებდეს, უთვალთვალებდეს და აკვირდებოდეს. ეხლა მე მინდა თქვენზე ვთქვა ერთი-ორი სიტყვა მნიშვნელოვანი, რა მინდა ვთქვა. თქვენ თვითონ რაღაცა დიდი ძალის ენერგეტიკა იგრძნობა თქვენთან, საკმაოდ დიდი ენერგია და მე მინდა ახლა დაგანახოთ აქ, იმედია კარგად ჩანს, ქალის საშო და ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ქალური ენერგია იღვიძებს თქვენში, რომელიც ნელა-ნელა კუსავით მოაბიჯებდა, დაფარული იყო ჯავშანში, არ გამოდიოდა ეს ენერგია, არ ამჟღავნებდა ამ ენერგიას, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი იქნება ეს ენერგია და ეს ძლიერი ენერგია იქნება იმის საწყისი, რომ აი ეს მოთვალთვალი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარხართ, მაგრამ ვერ ბედავს რატომღაც თქვენთან გამოჩენა, გითვალთვალებთ, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვეღარ გაუძლოს ამას და გადმოდგას ნაბიჯი. თქვენ კი ამ ქალურ ენერგიას აი კუს ჯავშანებით მალავდით, ფარავდით, არ ამჟღავნებდით. მე მინდა დაგისვათ კითხვა, როდესაც ახლა ეს თქვი, ეს ვახსენე, ხო, ქალის საშო, რა იგრძენით? აი რა იგრძენით და უსვით ეს კითხვა თქვენ თავს. სიამაყე იგრძენით, სირცხვილი იგრძენით, დანაშაულის შეგრძნება იგრძენით და გასცემთ პასუხს, რატო იყო კუშჯავშანში მოქცეული ეს თქვენი ქალური ენერგია, რატო იმალებოდა. აი ამ კითხვაზე, როცა გასცემთ პასუხს, მიიღებთ ამ ყველაფერს. ნახეთ ამ ფიგურის ზევით კი ორი სხეული არის ერთმანეთზე ჩახუტებული, ოღონდ ლანდად არის ქცეული, შეიძლება ეს წარსულში იყო დიდი სიყვარული, რომლის შემდეგ ჩაახშეთ და დაფარეთ თქვენი ქალური ენერგია, ან ეს არის ლანდი, რომელიც ნელ-ნელა მოვა და იქნება მკაფიოვდება, გაკაშკაშდება და რეალობად იქცევა ეს სიყვარული. ნახოთ ახლა ძალიან საინტერესო რაღაცეები ჩანს აქ.
ძალიან პირველ რიგში რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება ის იყო ესეთი უზარმაზარი დრაკონი რომელიც მაღლა მიფრინავს ეს ჩემო მაყურებლობო თქვენი შინაგანი ძალაა თქვენი ენერგია არის ზუსტად აი ამ გაღვიძების შედეგად რაც ვახსენე ეს არის თქვენი ენერგია რომელიც უკვე ვეღარ გაჩერდება მიიწევს მაღლა მიიწევს განვითარებისკენ ეს თქვენი სულიერი ზრდა არის ეს თქვენი შინაგანი ძალა და ასევე ეს არის ძალიან დიდი დაცულობა თქვენი დაცულობა რისი და აი ამ მხედარზე შავ ცხელზე ამხედრებული როგორი მხედარია რომელიც მოაჭენებს მოგელავს დიახ თქვენ სიყვარულს მამაკაც რომელიც მოვა თქვენთან აწყვეტილი ასე ვთქვათ შლეგი აი არაჩვეულებრივ სიტყვა არის დაიცავს თქვენს და თქვენს სიყვარულს აღარაფერი აღარ დაგიშავდებათ ეს თქვენი ძალაა ეს ის ძალა არის რომელიც ისე დაცულობას გვერდებათ რომ ნუ გეშინიათ აღარაფერი აღარ დაგიშავდებათ ამ სიყვარულში ამ სიყვარულს ჩავს რა ძალიან ტლანქი და მძიმე ცოტა წარსული აქვს კუდი აქვს რაც მიანიშნებს იმას რომ ემძიმება ამ ნაბიჯის გადმოდგმა მაგრამ როგორც კი გადმოდგავს გამოქანდება ვეღარ შეჩერდება გაშლეგდება რა არის ამ ცხენიანი მხედრის ქვეშ ეს არის როგორც სახლია ესეთი გადახურული ადგილი სადაც აი ოქროს თევზივით ულამაზესი თევზია ოქროს თევზივით კი არა თევზია ულამაზესი მაგრამ შეიძლება ვთქვათ რომ ზღაპრული ოქროს თევზივით რომელსაც ააწერია შიგნით ეს გვეუბნება რომ თქვენი სურვილი დაცული არის და თქვენი სურვილი ახდება აუცილებლად ეს არის თქვენი სული რას თქვენ სურს ეს ყველაფერი მოხდება ახდება დიდი დაცულობი და გარშემო სვანთებული ჩირაღდნებია მას განათებული აქვს გზა მას განათებული აქვს მომავალი და ასრულება უწერია ძალიან დიდი ასრულება აქაც ეს არის თქვენი სურვილები და ეს არის ასევე ნახეთ აი აქ მინდა გითხრათ თითქოს კლდის პირას როგორ არის ჩამომჯდარი ადამიანი და ეს ადამიანი გაჰყურებს სხვა ადამიანს რომელსაც ხელში უჭირავს არ ვიცი რაღაც ჩიტივით ყვავილივით აი რაღაცა ფიგურა რომელიც აი ესე თითქოს უნდა იგალობოს ან მოყვეს რაღაცა ეს არის მარტოსული ადამიანი რომელიც მოვა და აუცილებლად რაღაცას მოგიყვებათ, გაჩუქებთ რაღაცას მოგიყვებათ და ამას ფიქრობს როგორ გააკეთოს და მე ამას გააკეთებს. საინტერესოა ის რომ აი უზარმაზარი მორიელის ფიგურა შეიძლება თქვენ იყოთ მორიელის ნიშნით ან გავლენა გქონდეთ მორიელის. ეს ჩაეკითხეთ თქვენ ასტროლოგს, იმიტომ რომ აი მაგალითად მე ვარ მზით სასწორი მთვარით მორიელი და საერთოდაც ძალიან დიდი გავლენა მაქვს მორიელები, უფრო მეტი ყავს პლანეტებში და რო მკითხონ ვინ ახარ სასწორი ვარ ხო ეს ყველას გონია რომ ხელთ ჰოროსკოპია მნიშვნელოვანი არა და იმდენი მორიელები მყავს რომ მორიელი ჭარბობს ჩემში აი მსგავსი რამე გაარკვეთ თქვენს ასტროლოგთან იმიტომ რომ მორიელის ენერგია იგრძნობა და ეს არის ძალიან დიდი სიბრძნე და ეს არის ასევე ის რომ დრო არის უკვე გეუბნება ყავისჭიქა რომ დრო არის თქვენში დააგროვილი წყენები, ტკივილები, აი ეს რაც არის შხამი, ნუ იგუბებთ საკუთარ თავში, ნუ წამლავთ საკუთარ თავს და დროა რომ სიბრძნით და გაბედულად იმოქმედოთ, იმიტომ რომ აი ეს მთელი ყავისჭიქის, აი ეს არის მე ვფიქრობ რომ მთელი იდეა ყავისჭიქის, აი ეს უზარმაზარი დრაკონი, რომელიც არის ძალიან დიდი დაცულობა ამ თქვენი ამბის და ისტორიის რაც უნდა მოხდეს. მოდის ეს ადამიანი ჩუმად მოდის ნახეთ ნახევარი ტანია მხოლოდ ისე მოდის რომ თქვენ ამას გრძნობთ შეიძლება ინტუიციურად გრძნობთ იმიტომ რომ მორიელის გავლენა გაქვთ და ძალიან კარგად გრძნობთ თქო და არ იცოდეთ არც ერთ ფაქტს არ ეფუძნებოდეს ეს შეგრძნება არ დასტურდებოდეს მაგრამ რაღაც შინაგანი ხმით გრძნობდეთ ამას იმიტომ რომ ჩუმად მოდის ჯერ თითქოს სინჯავს მოსასვლელ გზას ბილიკებს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იქნება მომენტი როდესაც გაშლეგდება აი ეს სიტყვა მომეწონა ზუსტად ასახავს ამ ყველაფერს
ნომერს და ვეღარაფერი ვეღარ შეაჩერებს მას. მოვა აუცილებლად და მოგიტანთ ბევრი საიდუმლოს გასაღებს, თქვენ გაიგებთ ბევრ საიდუმლო ამბავს, ეს ადამიანი მოგიყვებათ ისეთ რაღაცას გეტყვით, რაც აი მართლა გაგაოცებთ და ამ საიდუმლოს გასაღები, აი ნახეთ როგორ თვითმფრინავია გაშვებული, გაფრენილი, ძალიან სწრაფად მოგცემთ თავისუფლების ენერგიას, გზის გაგრძელების, ცხოვრებისეული გზის გაგრძელების და გაქროლის. აი ეს დრაკონის ენერგია ამოქმედდება მომენტალურად ამ საიდუმლოს გაგების შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად. სამიანები წერია ის დიდი ღმერთის დაცულობაა, ჩემო მეგობრებო, წმინდა სამების დაცულობა არის. ნახეთ აი აქ რა საოცარი რაღაცა. ეს არის თქვენ, რომელზეც რაღაცა უწმინდური არსება ადამიანის ფორმის ოღონდ შემოხვეულია თქვენზე და არ გიშვებთ, არ გაძლევთ საშუალებას მოქმედების. ეს იმას მიუნიშნებს, რომ თქვენ შეიძლება მორალის გამო, შეიძლება საზოგადოების გამო, შეიძლება სიტუაციის გამო ძალიან თრგუნავთ, კეტავთ თქვენ თავს და ეს თქვენი თავი უნდა გამოვიდეს, წამოვიდეს, დაიხსნას აი ამ ასე ვთქვათ დაბალ ვიბრაციულებია ჭორის შიში, საზოგადოების შიში, სიტუაციების შიში და კომფორტის დატოვების შიში. დიახ, ეს არის დაბალ ვიბრაციული ენერგია, ჩემო ძვირფასებო. ესეთი რაღაც საინტერესო და იდუმალი გამოვიდა. აი აქ კიდე შემოკარგო ეს მორიელის ენერგია, რომელიც აი ზუსტად ამ სიტუაციას ადგას თავზე და კიდევ ამას ამობს, რომ მორიელი უძლიერესი არქეტიპია და გააღვიძეთ ეს მორიელი თქვენში და გაიმთავისუფლეთ თავი. მორიელი მებრძოლია, მორიელი ვერ იტანს ტყვეობას, მორიელი თავს მოიკლავს და არ დარჩება ტყვეობაში. ასე რომ გაიმთავისუფლეთ ეს თავი შინაგანი ტყვეობისგან, შინაგანი ჩარჩოებისგან გაბედეთ და გახსოვდეთ, რომ აი ეს დრაკონი ხართ თქვენ, თქვენი ძალა, თქვენი დაცულობა და დრაკონს ვერაფერი ვერ მოერევა. ასე რომ იმოქმედეთ ბედნიერად თქვენი სიყვარულის საპასუხოდ, თქვენი სულის საპასუხოდ, მით უმეტეს, რომ აი ეს უზარმაზარი ქალური ენერგია იღვიძებს თქვენში, აუცილებლად გაიღვიძებს და აღარ იქნება ეს როგორც ყუჯავშან დადგმული. ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა გაჩვენოთ, აქ კიდე როგორი მზე გაქვთ, ჩემო ძვირფასებო, რამხელა მზე არის, რამხელა სიბრწყინვალე, რამხელა დიდება. სამყარო გიდგას თქვენ, სამყარო მხარში გიდგას, თქვენი ანგელოზი გეხმარებათ, უფლის წყალობა გაქვთ, მეტი რაღა გინდათ გაბედეთ და აი აქაც ნახეთ ეს მზე და აქ როგორი ყვავილის ქოთანი დიდი სამი ფოთლით, თქვენ მიწის ენერგიაც გაქვთ, თქვენ ნაყოფიერი ხართ, თქვენ სტაბილურად უნდა იყოთ, ბედნიერი, კარგად და სიცოცხლეს ასხივებდეთ, როგორც ეს ფოთლები, სიცოცხლეს ასხივებდეთ. მიეცით ძალა, შინაგანი ძალა ამ ადამიანსაც, რომელიც აი ესე ხოხვით, დაკვირვებით, შორი და მზერით და პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან უჭირს თქვენამდე, მაგრამ როგორც თქვი, გადადგავს ამ ნაბიჯს, გადადგავს და ასევე თქვენს თავს მიეცით ეს ძალა და უთხარით, რომ ძალიან ძლიერი ხართ, თქვენში ცოცხლობს მორიელი, თქვენში ცოცხლობს დრაკონი და თქვენ ვერაფერი ვერ დაგამარცხებთ. ნახეთ, თითქოს აი ამას ხერხემალი, ანუ ადამიანს ხერხემალი უნდა კონდეს, ხო, რაღაც რო გააკეთოს, უხერხემლო და ხო არის ესეთი, ანუ უხერხემლოს რო იტყვიან ადამიანი, რომელსაც არ აქვს ნება და არაფერი არ შეუძლია. ნახე, ამ ხერხემალს უმაგრებს ღვინის თასი, ანუ იმპულსი სჭირდება რაღაცა, შემართება სჭირდება და მიეცემა ეს შემართება აუცილებლად და არ გაგიკვირდეთ, რომ აი ეს ჩუმად რო გიყურებთ და გითვალთვალებთ, უცებ ოპლია და გამოჩნდეს თქვენს გზაზე მოულოდნელად. მომწერეთ, ძალიან მაინტერესებს, მომწერეთ, რა იგრძენით, რეზონინდა თუ არა თქვენთან ეს თქვენი ყავის ნალექი იყო თუ არა და ისევ შეგახსენებთ ჩემ ნომერს. ეს არის 591233507 აქტივია ვიბერზეც, WhatsApp-ზეც და გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ თუ ამ ვიდეოს უსმინეთ თქვენ ხომ
რეზონინდა თუ არ რეზონინდა, ნახეთ, თქვენ აიღეთ რაღაცა ინფორმაცია, თქვენ მიიღეთ რაღაცა იმპულსი და ამისთვის რაღაც უნდა გასცეთ, რომ დააბალანსოთ სამყაროში ენერგია და მინიმუმ შეგიძლიათ გამოიწეროთ, შეგიძლიათ დაალაიქოთ ეს ვიდეო, მომწეროთ კომენტარები, მაქსიმუმ თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ არხის გასავითარებლად შეწირულობა გააკეთოთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. მაგრამ აი გამოწერას მართლა გთხოვთ მთელი გულით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მე ძალიან მაძლევს სტიმულს და ვხედავ, რომ ადამიანები არ არიან უმადურები და შეუძლიათ სანაცვლოდ ერთი პატარა დაძგაპონება გააკეთონ, რაც მათთვის არაფერი არ არის, ჩემთვის ძალიან ბევრია. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, თქვენი ნათია შაიმეკი გისურვებთ გამარჯვებულ, ნათელ, ძლიერ სიყვარულს და ისეთივე დაცულს, გაბედულს და თავხედულს, როგორც ეს დრაკონია, რომელიც აი ალბათ ხედავთ, უზარმაზარი დრაკონი, რომელიც თქვენს ნალექსზე ამოვიდა. წარმატებები.